ბათუმის საკრებულოს წევრი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ნოდარ დუმბაძე ქალაქის მერიას ამომრჩეველთა მოსყიდვასა და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაში ადანაშაულებს. იგი აცხადებს, რომ ბათუმის მერიის მიერ 2 თვის წინ შესყიდული 200 სკამი და 150-მდე ფანჯატური დღემდე მერიის საწყობში ინახება. ნოდარ დუმბაძეს ეჭვი აქვს, რომ მუნიციპალიტეტის შესყიდული ნივთების დარიგებას შეგნებულად აჭიანურებს და მართველი გუნდისგან მითითებებს ელოდება. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ვარაუდობს, რომ შენაძენის დარიგებას მერია წინა საარჩევნოდ მოსახლეობის მოსყიდვის მიზნით დაიწყებს. ნაციონალური მოძრაობის ბრალდებას აიპი ბათუმის კორპუსის ხელმძღვანელი უარყოფს. არმაზ ვარშალომიძის თქმით, პროგრამა გეგმის ფარგლებში ხორციელდება. ფანჯატურებისა და სკამების გაცემა დაწყებულია და პროცესი სავარაუდოდ თვენახევარს გასტანს. 10 აპრილიდან დღემდე ქალაქ ბათუმის მერიის საწყობში ინახება 200-მდე სკამი და 150-მდე ფანჯატური, რომელიც აქამდე უნდა მოხდარიყო მათი დარიგება, მაგრამ ქართული ოცნების საარჩევნო შტაბმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეეჩერებინა აღნიშნული ინვენტარის დარიგება, მანამ სანამ თვითონ არ დაგეგმავდნენ თუ სად და რამდენი ფანჯატური და სკამი უნდა განალაგონ და გაანაწილონ. ეს, რა თქმა უნდა, სასახად არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და არის ამორჩევლობის მოსყიდვა. ჩვენ წლის დასაწყისში პროგრამით ღონისძიებით გათვალისწინებული ჰქონდა ფანჯატურებისა და სკამების ურბანული ფურნიტურის შეძენა. ღონისძიებით გაწერილი გრაფიკის მიხედვით მოხდა შეძენაც, პროცედურის ჩატარებაც, მოწოდებამ ცოტა დაიგვიანა, მაგრამ ეს ჩვენსგან დამოუკიდებელი მიმწოდებლის ასე ვთქვათ არ შესრულება პირობების დროული იყო. აქედან გამომდინარე, არანაირად ეს არ შემიძლია დავამთხვიო რაიმე კონკრეტულ კამპანიას ან თარიღს.